ოდიში რაც სამი დანაშაულს ჩავდიოდი და გეცინა სუპერად პროკურორიდან დაწყებული სუსიდან გაგზელებული და 11 სექტემბერამდე მასკიდი დანაშაულს ეგეც ავიცი არის თქვენზე კარგად დამთავრდა. ლევან ხაბეიშვილი და მისი საქმის გამომძიებელი დღეს სასამართლო დარბაზში ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. შაქრო ხარშილაძე სუსის ის თანამშრომელია, რომელმაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს მიმართა მოწმეების გამოყოფაზე. მოწმეების, რომლებიც გამოძიებას ეტყოდნენ, რომ ხაბეიშვილის ინტერვიუს მოусმინეს და თავის შეურაცხყოფილებად იგრძნეს. დღეს სასამართლოში სუსის გამომძიებელმა ხარშილაძემ დაადასტურა, რომ მისი პრაქტიკის განმავლობაში პირველი შემთხვევა იყო, როცა უწყებას მოწმეების გამოყოფას თხოვა. ნუ დაავალეთ მოწმეობა, თვითონ კი არაფერი. ეგეთი პრაქტიკა თუ გაქვს, სხვა რამდენი ხარ ხო გამოძიებელი ხარ, სიცხლის სამართალში მითხარი კიდე მეორე საქმე, სადაც თქვენ აიღებთ კალამი და დაწერთ გედედეს უფროს მიწერეთ, რომ გამომიყავი მოწმე. მოწმე გამოყოფილი არის სხვადასხვა მოწმეების მაგალითად, კონკრეტულად გედედეს თანაშრომლების მიმართ მეწერილი არასდროს არ გამიგზავნა და ისინი რომ გამოკითხე. მიგი არ მიგიწით ეს სადღაც ესა საჯარო სივრცეში მოისწრეს. ანუ გავიგეთ რომელი ანუ ყველა საოცარ კონკრეტულად ეს ნეურონის ლიკები მათ არ მოუწოდა. რომელი განცხადება იყო არ გინდა? იქნება სხვადასხვა არა უფრო გამომიწოდა გავუშვი რა გინდა მეტი უკეთესი. დაუძახეს კაცს და რომელი ვიდეოზე დააწერილეს არც უთხრა იმან. პოლიტიკური დაპირებების გამო დაპატიმრებული ხაბეიშვილი დღეს დაინტერესდა სამი სპეცრაზმელის გამოყოფის შემდეგ. დაადგინა თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხომ არ იყვნენ გამოყოფილი მოწმეები, მათ შორის ვინც ხაბეიშვილს 2 წლის წინ სასტიკად გაუსწორდნენ. იქნება გედედეს უფროსმა ისამი მიაწოდა, ვინც შემწამებაში მონაწილეობდა. თქვენ გაარკვიეთ, რომ ეს ხალხი არის ნეიტრალური და არც ერთი მიარ გამესხა თავს. მე ჩვენი საქმე არის, როდესაც მოწმე მოვიდა, მოწმე მოვიდა ჩვენ სხდომაზე გამომძიებელმა მოწმემ დაადასტურა ისიც, რომ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს სპეცრაზმელებმა ხაბეიშვილის რომელი ვიდეოს მიმართვის შემდეგ იგრძნეს თავის შეურაცხყოფილად. ისიც თქვა, რომ ამ დრომდე ლევან ხაბეიშვილის ტელეფონი არ გაუხსნიათ. ასევე დადასტურდა, რომ ყველა საჯარო გამოსვლაში საუბარი იყო სიტყვათა წყობაზე. მშვიდობიანი დამხობა, კონსტიტუციური დამხობა. ჩემს კითხვაზე შეიძლება თუ არა მშვიდობიანი იყოს ძალადობრივი ან კონსტიტუციური იყოს უკანონო, გამომძიებელმა მიპასუხა, რომ არა. შესაბამისად არის ძალიან მარტივი რეზიუმე. თუ კონსტიტუციური სიტყვა გამორიცხავს უკანონოს, თუ მშვიდობიანი გამორიცხავს ძალადობრივს, მაშინ სადღაც რჩება ის აღქმა, რომ ლევანი საუბრობდა თუნდაც გულის სიღრმეში ძალადობრივი დამხობა. პრაქტიკის ავტორმაც განმარტა, რომ მას არ აქვს შესაბამისი სამართლებრივი ცოდნა, არ წაუკითხია სხვადასხვა კანონი, აქედან გამომდინარე, მე კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ყველა მოწმე, რომელიც არ უნდა მოვიდეს ლევან ხაბეიშვილის პროცესზე, არ დაცვის ხარის მოწმე, რადგან მას არ ჩაუდენია დანაშაული. იზოლაციაში მოქცეული ოპოზიციის ლიდერისთვის სასამართლო დარბაზი ერთადერთი ტრიბუნა რჩება. დღეს თქვა, რომ საწვავის ფასებში ქურდული წილია ჩადებული. დაპატიმრებული პოლიტიკოსი ირწმუნება, რომ საწვავის ფასს გამიზნულად ზრდიან და ახლა საჯაროდ უნდა ითქვას, ვისთან მიდის წილი. ხაჩაბი და ქურდები, ხაკაძეები, აბსოლუტური ხაჩაბები არიან და გაგრძელებული ჩხარტიშვილთან, ეიმუქიძესთან, აი ამ ხალხთან ვინც სისხლს ქართულ ხალხს და ეს ლაპარაკობდნენ, რომ თუმე იაფად კიდიან საწოლს. ხეში დაუყვალე მე, რომ აი პლაცის ფასო იწვიან 1 ლიტრი საწოლი რომ გადავუყავთ, ეს ღირს ფოთამდე მაქსიმუმ 2 ლარი და 10 კეთილი. სადარი მართლა ის წინა ვიშასროლი მქონდა ის ლარი, ეს ლარდახევარი და 162 ლარი სადიკარგება გზაში. ოპოზიციის ლიდერს არ ჯერა ფასების კომისიის გულწრფელობის. ზუსტად იცის, რომ კომისიის წევრები ივანიშვილთან დავალებულები არიან და რასაც ხალხის მიერ ოლიგარქად გამოცხადებული კაცი ისურვებს, იმას იტყვიან. წილოსარი, რომელიც ამ კომისიაში ზის, მისი ანაზღაურება პარლამენტში არის 20,000 ლარი. ეხლა 20,000 ლარი რო ჩაგირიცხოთ თქვენ ნებისმიერს, ხო? ისე გამიგებული მოგებით რომ კარგი ფასებია ქვეყანაში. და 58 მილიონი ლარის მოპარვას ედავებოდნენ მამამის, წილოსარის მამას, მეტი არა. კონცერტ, პროკურატურა ედავებოდა. და ეს ხალი დღეს ზის
Სუსტად 2 წელი შესრულდა ხაბეიშვილის გატაცებიდან. ამ დრომდე არც ერთი სპეცრაზმელი დასჯილი არ არის. დაპატიმრებული პოლიტიკოსის თანამოაზრეებმა სავარაუდოდ დამნაშავეთა ვინაობა გაასაჯაროვეს. ამ განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოკითხვაზე მარიამ დოლიძე დღეს დაიბარა. ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები გამოეკითხათ და ეს ადამიანები დაებარებინათ, მე ვარ დაბარებული გამოკითხვაზე და ვაპირებ, რომ მივიდე მაგისტრ მოსამართლესთან და დავიკითხები იქ. 2 წელი გახდა, რაც ლევან ხაბეიშვილს სახისძვლები დაულეწეს 27 წუთის განმავლობაში აწამებდნენ, ამბობდნენ, რომ უნდა მოეკლათ. როდის გამოკითხავენ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ხაბეიშვილის თანამებრძოლს ჯერ უცნობია. ცნობილია ის, რომ 5 მაისს სასამართლოში ჩვენებას თავად ბრალდებული პოლიტიკოსი მისცემს. პოლიტიკური დაპირების საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა. სავარაუდოდ ამ საქმეზე პოლიტიკური ვერდიქტი 2 კვირაში გამოცხადდება.